მგონი კაი თემა გავაძრე რა. რა ჩალი? რა იმ ტიპთან ერთად ვარ, იმ დღეს როგორ გაცალე, ხო გახსოვს რა. და მაგასთან ერთად. შენ მანქანები? ნუ მაინც დაცნობი თემაა, რავი, მანქანები ეძახი შენ და. მეც რამე მოხდა? ბოდიშის მოსახდელად დაგიბარე. ძალიან ცუდად გამომიერდა და არ მინდა და მართლა. რაღაც ეს ბოლო პერიოდია ძალიან არეული ვარ და ძალიან გადაკვირი და ბოდიში რა. და რატო უთხარი რუსუდას? ვლაპარაკობდით და სიტყვას მოყვა რა. ვამხელამები სიტყვას როგორ მოყვა? შენ როგორ გონია რომ დომებოდა მე თვითონ ვერ ვეტყოდი? ჯანთან მე რა ვარ ის გქნა მოკერწილია. არ გეტყვი. და ხოლმე დავშორდით მე და ჯანთან. ამ სალონს სკანდალები არ ჭირდება, ჩემო კარგო. შეგიძლია შენ ნივთები აიღო და ხვალიდან აღარ. საერთოდ არ მოვიდა. ხო, საერთოდ. მოდი ლეილა. მიფიქრე სანამ წავიდოდი ვნახავ თქო, ეშვები. რა ვიცი რა, შენ როგორ ახარ? რა ვიცი. ეს ჩვენი ახალი მეზობლები გადმოვიდნენ? კი, გადმოვიდნენ, სამი მანქანა ავეჯი მოიტანეს, ვერ ნახე. გუშინ ისეთი ამბავი ხდებოდა სადარბაზოში ვერ მივხვდირე. რა კენი, კეთს ელაპარაკე? კი, სკაიპით. რაო? რა, კარგად ვარ. თვითონ იყვნენ, კარგად და სადაც უნდა იქიცხოვო. რა კაია ისე კაი ბიჭი რა შეხვდა. რაბა. თავისუფალ დროს სულ დავდივართ, ვზეირნობ, თო ხანსად ვარ, თო წარმოგიდგენია. მაგას შემოევლოს ჩემი თავი, ისე მენატრები. შენ მითხარი, შენ როგორ ახარ? რა ვიცი, ცოტა სუსტად. მოიცა, ხო სვა ამწამლებს. კი, იმას ვამთავრებ ხა იმ პურს ვამთავრებ. მე რა არ გიშველა? რა ვიცი, კუჭის ტკივილი ცოტა შემიმსუბუქდა, მაგრამ სისუსტეს ვგრძნობ. ესე იგი, არ იმოქმედა ჯერ კარგად წამლებმა. რა ვიცი, მე არ ვიცი, კუჭის ბრალია თუ სხვა რამის ბრალია. რაღაცა ვერავარა კარგად რა. ლეილა, მოდი კიდე ერთხელ გაესინჯერა ექი. მე რამდენიჯერ, ნანა. ვერ გავგება თუ არ გშველის, ახლა ხო არ მოაკვლევინებ ტკივილს თავს. ყველა მჭყიპავენ წამლებით. ეგრე იყო რამაზიც, აი, ჩემი რუსუდანის ქმარი. მაგრამ მე საზღვარგარეთ გააგზავნა ანალიზები და ყველაფერი დაუდგინეს და გეუშველეს. ნანა, მაგდენი ფული რომომც არ ამტკივდებოდა არაფერი საერთოდ. არა, მე შენ ახლა უკეთეს ამბავს გეტყვი. იცი რა ვქნათ, მე ნიკას დაურეკავ და მიდი ერაძეების კლინიკაში. შევჭამე ეს ბავშვები ამ ჩემი ავანტყოფობით, არა ნანა რა. კარგი, ვერ გავგე რა შეწუხება ახლა. ახლობელი რისთვის არის თუ არ დაგეხმარა. მოიცადე, მე დაურეკავ, შეუთანხმდები, ყველაფერს დავადგენ და გეტყვი. და მიდი. კაი, ხო. ხო,
ხო? ესე ჯობია. მოდი ახლა მე ჩაის დავადგა და დავლიოთ ჭი, ხო? ვიდე. ტატა, მე რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ პირველ მაგიდას უნდა მოემსახურო. მანჩო, იცი რამდენი ხალხი იყო? ვიცი, აქ სულ ეგეთი ამბავია, მაგრამ პრიორიტეტები არსებობს, ხო? აუ რა მექნა? 40 წუთი ალოდინე სანამ მენიუს მივუტადი. მე კიდე 20 წუთი სანამ შეკვეთას აიღებდი. აქ ყველაფერს აგვიანდება ისედაც. ეგ შენი პრობლემა არაა. გასაგებია, როგორც კი ვინმე მოვა, პირველი უნდა მოვემსახურო. მესამეჯერ მეუბნები უკვე მაგას. წადი ახლა საქმეს მიხედე. გამარჯობა. მანჩო, როგორ ხარ? რა ვიცი როგორ ვიქნები ამ ათხელში. სამშაბათ მოხვედი. ხო, მხოდა გვირდი. აღარ ერთი გვირით ხო გახსოვს? ხო, ვიცი. რა ხდება, აბა? რა ვიცი, არაფერი არ ესმით გავგიშდი უკვე რა. სამჯერ უთხარი პირველ მაგიდას მოემსახურა, მეთქი და ვერ გაიგო მაინც. კოტეც მარტოა სამზარეულოში, რა ვიცი, ყველაფერს აგვიანდება. ეს ახალი მზარეული არა იყვანეთ? არა დეფიციტია. ერთი ბიჭი ვნახე და არ მომეწონა. მეორე გამოცდილი იყო, მაგრამ სხვა უფრო მაღალი ხელფასი შესავაზა და დავჩიესა. უი, ძალიან ცუდი. კაი, რა გავაკეთო მე? შენ? ხო. მოდი კოტეს მიეხმარე ჯერ სამზარეულოში და თუ მაგიდებთან დახმარება დამჭირდება დაგიძახებ, კაი? მოდი, ბევრი საქმეა. რა გავაკეთო, მიხარი? ესე იგი, ხო. 3 სალატია გასაკეთებელი და 1 სუში. კაი. მაშინ რა ვქნათ, იცი? მე ხა სალათისთვის პროდუქტებს დავჭრე, შენ სუში შეხვია, მიდი? რაგი. ისე შენ კარგად გამოგდის, ხო იცი? მადლობა. შეფობაზე ხო არ გიფიქრია? კი, მინდა მანჩა რომ ვისწავლო. დან კარგი ხელი აქვს. და კაი. გამოდი აქეთ დავყენე. შენ რაღაცა ვერ ხარ ხასიათზე, ხო? ხო. რა გჭირს, ხომ მშვიდობა არა? არ გითხრა ანიმ გამოცდაში რომ ჩავიჭერ ესე სამარცხვინოდ? არა. ო ჩემებაც დღეს გაიგესე გამბავი რა. რა მე ძალიან გაბრაზებულები არიან. ჯერ ის არ გიყო შოტლანდიაში რომ გაეკიდა ვიღაც ჯონათანს და ეხა კიდევ ეს გამოცდა. აუ ისე მაგაზე კი გაბრაზდებოდნენ, მაგრამ. აი მართალია ანი ხა რა. რა მინდა დავაფშე რა, ყველაფერი გავაფუჭე. აი შენ კიდე გადაულით არის იმშობლების ამბავი იჩხუბა ვენერს და მე ვსო რა. ვიცი და ადრეთ გუჩხუბია, მაგრამ ესე ძალიან არა. აი ნერვიულო. ვაფშე თუგინე სანამ გადაული ჩემთან იყავი ეგ დღეები. კი მაგასაც გაფრაზდებიან, მე ხა სახლში არ მივიდა. ისე როგორ მოახერხე გამოცდაში ჩაჭრა რა. აუ ცოტა შენ უღად ამიმატებ ხა გახოცები რა. კაი გავჩუნდი აღარაფერს აღავიდე. ცოტნე. რაღაც შემოგიტანე. აბა? ვა, სათვალე! აუ, ძალიან დიდი მადლობა რა. ძალიან დიდი მადლობა. ო, რა მაგარი მიხდება? ძალიან დიდი მადლობა რა. ჩიქარი. შემოდგილობის ახსი. როგორ ხარ გერას? რა ვიცი, თქვენ როგორ ხართ ხალხმა? ნახე ჩემებ რა მაგარი სათვალე ჩამომიტანა. ბიჭო, კაია ძალიან. მიხდება? ძალიან. მადლობა. აუ ცოტნე გახაწები წყალი მინდა და გამომყევი მაგაზიაში რა. კაი, მეც მომშივდათ რა. თქვენ არ გინდათ არაფერი? არა, მე არა. კაი, გავალთ მაშინ ჩვენ. აი, დაგეულოდებით. აბა როგორი იყო შოტლანდია? კარგი. ნუ ისე რა. აუ, ხედავ. რას? კარგი რომ ყოფილიყო, აქ არ იჯდებოდი ხა. კრის ისედაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. ანუ ჩამოხვედი და აღარ მიდიხარ, ხო? ეგრე გამოდის. აი, ამეც აქ ვარ. მე? რავი, მეთქი გაუხარდება ჩემი ნახვა თქო. კრის რა გინდა? აი, რა გჭირს, რატო ხარ ეგეთ ხასიათზე? ცუდ ხასიათზე ვარ, თქო, ხო იცი როგორიც ვარ ცუდ ხასიათზე? კი, ვიცი. და ისიც ვიცი როგორ უნდა გამოგიყვანო მაგ ცუდი ხასიათიდან. აი ხა მარტო სასწაული თუ გამომიყვანს სამდგომარეობიდან. ხო და წავიდეთ სასწავლო ადგილას მარტო მედაში. არ შეიძლება? ანუ ეხა გქონია რომ გადაობის დროა? ვაფშე არ ვღადაობ, სადმე რო წავიდეთ მე და შენ მარტო არ შეიძლება? კრის
რა გინდა? მართლა მითხარი, სადღაც წასვლის გარეშე აქ რომ ვილაპარაკოთ არ გამოდის? კი. მინდა რომ შევრიგდეთ. მე არ მინდა და ვერ გამოვა. მე მგონია რომ გამოვა და საერთოდ ძალიან უაზროდ ჟიუტო. შემირიგდი რა. არ მოქვს ხა იმ მელოდრამების თავი რა. ხო და მით უმეტეს უნდა შემირიგდე მელოდრამების თავი რა. შეერთდები? მესამე სართულზე ხელმარცხნივ გადახატარია. არა, მარტო ვარჯერი არ მოსვლა. კაი. გამარჯობათ ქალბატონო, და ეხლა ვაპირებდი შემოსვლას. ის სახლი დასრულდა კოჯორში და დეტალებზე მინდოდა და ძალიან კარგი რომ დასრულდა, მაგრამ მე ახლა შენთან სხვა საკითხზე ვარ მოსული. მაგა ძალიან კარგი რომ კლიენტებთან კარგი ურთიერთობა გაქვს, მე ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ კლიენტებთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობით უნდა შემოვიფარგლოთ. მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ კლიენტებთან ახლო არასამსახურებრივი ურთიერთობა აბსოლუტურად გამორიცხულია. გასაგებია, მაგრამ მე რატომ ეხსნით ამას ვერ ვხვდები? მაგა გიმეორებ, მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ ჩვენს კომპანიას აქვს წესები, რომელსაც ყველა თანამშრომელი უნდა დაექვემდებაროს. მაგალითად, სანამ კლიენტი ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობს, მასთან სხვა ურთიერთობები აბსოლუტურად გამორიცხულია. ერთი სიტყვით, სანდრო გაბისონია მყავს მხედველობაში. სანდრო რა შუაში ვერ ვხვდები? გუშინ დაგინახეთ, ქვემოთ საუბრობდით და მარიკამაც მითხრა, რომ რესტორანში ყოფილხართ ერთად. მოკლედ, ძალიან გთხოვ გაითვალისწინე, რომ კლიენტებთან სხვა ურთიერთობა გამორიცხულია. გასაგებია. მიიღე ეს გაფრთხილება და მეორედ აღარ განმეორდეს. კარგით, ბოდიშს გიხდეთ, აღარ განმეორდება მეორედ. ძალიან კარგი. Привет. ძლივს მოვაგენი. ცნაირი ოფისია რა? მოგწონს შენ? რა ვიცი. გოგო, თოთა დავინახე, გადიოდა აქედან და ის რა ქვია, ხო არ ვუკითხი ვარ? არა, შენზე არაფერი არ ვთქვამს. აბა რა უნდა დამახტა რამე? მე მომცა შენიშნა. რა ჭირს მაგ ქალს, რაღაცა ის დღეები ვერ არის, ხო? ხო, რა ვიცი. რაზე მოგცა შენიშნა? ნუ ხვდები კლიენტებს არასამუშაო დროს. აუ მაკა მაპატიე რა გეხვეწები რა იმ დღეს რომ დაგინახათ მეც რაღაცა ისო უაზრო წამოვრო შე რა რესტორანში გნახეთ. აუ მართლა არ მიფიქრია გეხვეწები მაპატიე ხა არ მეგონა რომ აი არა უშავს. მეც არ მეგონა ამ ხოლო პრობლემა თუ შემოქმნებოდა მაგის გამო. მამა ლაპარაკებდა რა. Привет. როგორ ხართ? აიც, მოვედი ისე. ვაჯი, როგორ ხარ? მე კარგად ვარ, მაგრამ თქვენ რაღაც გამოტოვე რამე? არა, ჯერ просто ძალიან ბევრი საქმეა ბას. ხო, თავისუფლად გვაქვს საქმე. ვისა, ბაქში წყალი თუ გაცივდება? ქვემოთ წითელი ონკანი როა მოვუშვა და დაველოდო. ხო. ვიცი მამა წყლის მოშვება. სამზარეულოში მიქსერიც არის, ტოსტერიც არის და რამე თუ დაგჭირდება მე ვიყიდოთ. აი, რა უნდა დამჭირდეს? რა ვიცი, უცებ რამეს გაკეთება არ მოგინდეს. არა, არ მომინდება, ისედაც მერიდება. რისი გერიდება? შენი სახლი და რო გაგდებ. კაი, მამა, რა სისხლია რა. ჯერგეთი ისედაც ვაპირებდი ნატოსთან გადასვლას მე და აქ რო ეცხოვრო რა მოხდება ახლა, შენი სახლი არ არის. ხო, მაგრამ მაინც. ნუ ფიქრობ შენ მაგაზე. ნათია რა გითხრა? არაფერი ეწყინა, ჩემთან გადმოდიო. ეწყინა მაგრამ. ხო, მაგრამ მე გავაფრთხილე, რომ თუ ვინმეს მომიყვან, წავალ სახლიდან თქო.
არის მამა. ჩვენ ასახში ცოტა გვიშინია. მარტო დარჩენის. მესმის დედა შენის. მე არ მესმის, იმიტომ რომ ის ძალიან ცუდი ტიპია. არ მოგშივდათ? წამოდით რა რაღაცები მოვამზადე. წამოთ, მამი. მე არ მშიარა. წამოგაცო, დილიდან არაფერი აგიჭამე. მოდი. ისე შენი ტოლი რო ვიყავი, მეც ძალიან მინდოდა მარტო ცხოვრება. ერთხელ სახლიდანაც კი გავიქეცი სოფელში და მე ძლივს მიპოვა მამა ჩემო და ისეთი დღე მაყარა. მე ვიყობდი ხარ ძალიან. ხო რა იყო? ახალგაზრდა ვიყავი და მეც მინდოდა მარტო ცხოვრება. ისე ძალიან მინდოდა, რომ ჩემი ოთახის საკეტი მე თვითონ გამოვცვალე. ხო და ძალიან კარგია, რომ შენც მარტო იცხოვრებ. შენი საკუთარი სივრცე გექნება, მეგობრებს მოიყვან და როცა გინდა მაშინ მოხვალ სახლში. ხო, ეგ მართალია. შენი ტოლი დიშვილი მყავს ანუკი. აი, მარტო გართობაზე და ჩაცმაზე ფიქრობს. ვეუბნები გოგო, ან სამსახური მოძებნე, ან ისწავლე. არა, საერთოდ არ კიდევ წიგნებს ხელს. გაგაცნობ იქნებ ჭკუაზე მოიყვანო. ნახე რა შეჭკუაზე მოყვანი. წავიდეთ ხო ჩვენ? ხო, წავიდეთ. მაცივარში პროდუქტებია. რა ვიცი, ძეხვი, სოსისი, იოგურტები და ყველი და ეგეთი რაღაცეები. მადლობა დიდი. როცა რამის მომზადება დაგჭირდეს, დამირეკე. ხო, იცი ყოველთვის მცალია. კაი, მე სახში არ ვჭამ ხოლმე. კაი, წავიდეთ, დავასრულოთ ახლა სარი. წავიდეთ. კარგად. კარგად. დაბაშენებსა. დამოჩდავშენება დამერეკე და კარგი. ყველაფერს მოვიდადი. დავარქე შემო. კარგად. რა შვები? ეხა გავეცილე კახა და ნატო. დარჩები დღეს ჩემთან. მე მგონი რაღაც დარჩათ ერთ წამი გადმოგირეკავ რა. ეს შენია თუ მამა შენის? სახარიჩისა მე როდის იყო მასეთებს ვიცვამდი. ხო რა ვიცი. რო არიცი ცოლი ქვია ახლა შენა? წამლის ფული როდის უნდა მოგცე? რა ვიცი, როცა მომცემ, მაშინ დავიწყებ. ეხა მაგ ფულს რომ მოგცემ, всё, ხო მეტი არაფერი დაგჭირდება. არა მგონია. ისე ამ კვირაში უნდა წავიდე, ანალიზები უნდა გავიკეთო. აუ, ეგ თუ ფულის მახი არ იყოს, მე მოვკვდე რა. მოდი ჩემთან. რა გინდა? მოდი, ხო არ გონია მარტო ექიმი გიშოვის, მოდი ხვილია. აი ესე ჩვენი გვიტები. ეს ჩემი შვილი სვიოი. ეკი ბრძალი ჩემი ნინი. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში. ფარავდეთ წმინდა ანგელოზი 4 კუთხი ჯვარი გეწეროთ შვილო. აი ხარი. შაბზალი. მადლობა. აი ხო მე მოვიტან ყავასა. ნამცხვარსაც აი ხო. არა, არ გინდა არაფერი. დაჭიქი მე მიჩქარება ძალიან. ნარგიზასთან ვარ გადასასვლელი. მაგათ ხო შვილი ეყოლათ. ხო და რო ეყოლათ, მაგიტომაც გადაპატიჟებული ვარ იმათთან. მაშინ. ესე იგი ეს არის ჩვენი პატარძალი. კარგი გოგო ჩანს. შვილო, ბავშვობაში ხო არაფერ შეუშინები ხარ? არა. ძახსან რამეს ხო არ უკბენია? არა. მაშინ ჯერი გოგო ჩანს. ეხლა მე გეტყვით რა უნდა გააკეთოთ. მოიტანთ ყველაფერს, გამზადებთ მალამოს, წაუსვამთ წელზე და კარგად შეუკრათ შალით და იქამდე უნდა ატაროს
სანამ არ დაფეხმძიმდება. იცით, მე ექიმთან დავდივარ და წამლებს ვსვავ. რა მაგ დასამალი თქვენთან და ეს ყველაფერი ფულის საკეთებლად არის მოგონილი. ხო რა შენაც ნუ გაჯიუტდები რა. დალია ეს წამლები და გაიკეთე ესეც თანა. ისე ეს წამლები ამას ხელს ხო არ შეუშლის? არა, არაფერსაც არ შეუშლის, გააკეთოს ისიცა და ესეც. ძალი. იტა რა გინდა აქ? აქ რა მინდა? მოიცა მოვიფიქრებ. რატო მოხვედი? მოსკო რატო მოვედი? ჩამოვედი და მოვედი. ავილაპარაკოთ რა. არ მაქვს შენთან სალაპარაკო არაფერი. მე მაქვს და მომისმინე რა. მომისმინე. არ მინდა შენი თავის მართლებების მოსმენა. და იქნება არ ვიმართლებ თავს. კაი რა აქ ჭირს სარლი რა აქ ჩამოვედი იმიტომ რომ გელაპარაკო და აქ ვაფშე რა გინდა ისე ვერ ხვდები. ძლივს მოვაგენ. ძლივს რომ მიპოვე მაგის თქმად ჩამოფრინდი უკრაინიდან? არა და რა აქ ჭირს მომისმინე რა ბოლომდე ხო? და რა უნდა მოვისმინო? რომ არაფერი არ ყოფილა და ყველაფერი მომეჩვენა? კაი რა აქ ჭირს რა. ხო იცი რომ აი ძალიან მაგრამ მიყარხარ ხო იცი? და იმ გოგოებთან ვაფშე არაფერი არ ყოფილა რა просто ჩავედი და ხო იცი როგორც ხდება ხო ხდებიან. ხო რა ვიცი როგორც ხდება მაგიტომ გონია რომ მოხდა რაღაც. რა სისულელეა აი რა. просто ეს ვიღაცა შიშველი გოგო შემხვდა და გადავიღე ფოტო რა მოხდა. მე მგონი ეხაც სანდიჩებს თომას უშვებ რომ გელაპარაკები და წადი რა. არსად არ წავალ ვაფშე სანამ არ დაგაჯერებ რომ არაფერი არ მოხდა. კაი იყავი შენ. აი. სალი საჩხუბრად არ ჩამოვსულა რა შესარიგებლად ჩამოვედი. მომისმინე რაც წავედი მარტო იმაზე ვფიქრობ ერთად როგორ ვიყოთ. და არავინ არ მაინტერესებს ვაფშე არსად არც ერთ ქვეყანაში. კი მჯერა. უნდა დაიჯერო გაიგე? ხო იცი რომ ძალიან მაგრამ მიყარხარ. რომ მე კიდო აქ არ ჩამოვიდოდი. და დალშე შენი გადასაწყვეტია. რა არის ჩემი გადასაწყვეტი? ვიქნებით თუ არა ერთად. მე მინდა სალი და მაგიტო ჩამოვედი და მაგიტო გელაპარაკები ამდენს რომ დაგაჭერო. შენ ჩემ ადგილას რო იყო დაიჯერებდი? ხო აბა რას ვიზავდი? აი შენი რატო არ უნდა დავიჯერო მითხარ? წავედი. თბილისში ვარ და არსად არ მეგდივა. ჯერ მაინც. ოიცო. ძალიან ორი წუთი. ხო, რა ხდება? ახდება და ეხლა მოდის ჩემი და ჩემი ცოლის ქორწინების წლის თავი. 4 წელი გავიდა უკვე. ხო და მინდა რომ სანამ წავიყვან 2 დღით რა სანამ კარგ სასტუმროში. ვა, რა მაგარია. ხო. სურპრიზია თუ იცის რა უკეთებ? სურპრიზი მინდა რომ გავუკეთო. მაგრამ ვერ შევარჩი ადგილი ვერაფერი და ხო უთხრა თვითონ სად უნდა ვკითხო. არა, უნდა უთხრა გაგიშდი. გაუხარდება დარწმუნებულება. მაგრამ როგორ ყოველობ ვერაფერს ვიცი ეგეთები რა. აი ეს ვარიანტები მაქვს, მეცა. აი ესენი, აი ეს სტუმრები. ორივე ძალიან ლამაზია. ხო, თან ახლოს მინდა რომ იყოს. აი ახალი სასტუმროები რო არის, ხო იცი? ხო არ უნდა მყოფილობები. არა, მე არა, მაგრამ აი ამაშია ჩემი მეგობარი ნამყოფი და ძალიან გმაყოფილი იყო. ხო რა? ხო. თან მაგას აქვს აუზი და ხსანამ კაი ამინდებია გაგისწორდებათ, მაგრამ ძალიან კაი. დაურეკავ საღამოს მაშინ რომ შაბათ კვირისთვის რაღაცა. ხო, ეგრე ჯობია. მადლობა. მე ის შევძელი. რა ხდება? ცხეთის სახე გავყიდე როგორც იქნა ალილუია. როგორ დაითანხმე?
როგორ და ჩემი ზებუნებრივი შთაგონების მეთოდი გამოვიყენე და დავაჯერე ეს კაცი რომ მთელი ცხოვრება თურმე ამ სახზე ოცნებობდა. აი რა მაგარი ვარ რა. შახშახეოც ფასიც ჩაირიცხება, ამის ბონუსიც დამერიცხება და მე რამის ვიყიდი. თქვენ შვებით? მე ვარჩევ სასტუმროებს პირადად ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად. გური ოქროს ქმარი ხარჯეი. მოდი რა შეხედე, აბა შენც იქ რამ ერჩიო რამე. ეს ვარიანტები მაქვს. აუ, ეს არის ძალიან კარგი შარშან ვიყავის რა. გამარჯობა, ვინც არ მინახი ხართ. გამარჯობა ქალბატონო დოდო. მოდი საქმეები? და, ის კარგად. მოგწონთ ოფისი? ძალიან. ძალიან კარგი. ქალბატონო დოდო, მცხეთის სახლი გავყიდა. ძალიან კარგი. ოღონდ ახლა ერთი არასასიამოვნო ამბავი უნდა გითხრათ. საგადასახადო შემოდის და მაქსიმუმ 3 დღით, სანამ ყველაფერში ამოწმებენ, საფინანსო ოპერაციები შეწყდება. ძალიან ცუდი. ნუ 3 დღე კიდე არა უშავს. კარგით, ამის სათქმელად შემოვედი, გააგრძელეთ ახლა მუშაობა. ლევან, მოკლედ როგორმე სტუდენტების კვოტა უნდა გააზარდო დასწრებაზე. თინა ისეთ ძალიან ბევრი სტუდენტი მიზის ლექციაზე და თან ისე მაქვს საათნახევარი გაწერილი, რომ უშუალოდ სტუდენტებთან მუშაობ და 100 კაცთან ეგ ფიზიკურად შეუძლებელია. მესმის ლევან, მესმის, მაგრამ ჩემიც გაიგე რა. რა გავიგო რა, რომ ბალაგანი მოვაწყო ლექციაზე? შენ მაინც არ იცოდე რა სიტუაციაა უნივერსიტეტში. წელს ძალიან ბევრი სტუდენტი ჩაირიცხა პირველ სემესტრში. ამ სემესტრში მობილობით კიდევ უფრო მეტი დაემატა. ნუ მაშინ საშუალო მიღების ქულა ავწიოთ და ვეღარ შეძლებენ რომ გადმოვიდეს ყველა. ამას ვიზამ სწორედ რა. მოიცა, ვერ გავიგე ლევან, რატომ ეწინააღმდეგებ? ძალიან ბევრმა ლექტორებმა დაიმატეს სტუდენტები. ხო, ნუ ფაქტია, რომ არც სტუდენტებისთვის არ არის კარგი და არც ჩემთვის. ლევან, იცი რა მოთხოვნაა შენზე? სტუდენტების რიგი დგას, რომ შენს ლექციებზე ჩაეწერონ. ხო, შენ კიდე უარს ხო არ ეტყვის სწავლა მოწყურებულ ახალგაზრდებს? კაი ხო, მაგრამ ეს მოვახერხე. ეგრე რა, აბა რა. უი, რა დრო გასულა, გერმანელ სოციოლოგს უნდა შევხვდე. მე ხა წავედი და სხვათა შორის ხვალ ძალიან მაგარ ლექციას ჩაატარებს და შეგიძლიათ მოვწანდეთ. დასწრება თავისუფალია. აბა დროებით. დროებით. ნახვა. ნინო. ლევან. როგორ ხარ? არა მიშავს. შენ როგორ ხარ? ეს არა მიშავს. აღარ მინდა ესე გაგრძელება რა. ესმის? დამიჯერე რა ესე ჯობია ორივესთვის. რა ჯობია, ესე ჯობია? რომ ვიღაცა სირის გამო ესე ერთად ვერ ვართ? გემდერება რა გაიგეცრა. რა რა ქნა გამოუვა მდგომარეობაში ვარ. მეშინია მართლა. ხო და ნუ გეშინია, რამე არ მეშინია და ნუ გეშინია. ხო გინდა რომ მოგვარდეს რა ყველა. რატომ არ გესმის იმასთან ნორმალურად ლაპარაკი შეუძლებელია. რაღაც გამოსავალი ხო უნდა არსებობდეს რა. ხო გინდა რომ დავაგდეს ყველაფერი, ესე გინდა ყოფილა? მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ წარმოუდგენელია. არ არის წარმოუდგენელი. ეს შე რა გგონია რომ მე მინდა ესე რომ ვარ. და მინდა რომ მეშინოდეს. ყველაზე მეტად რაც მინდა ისე რომ შვიდად წყნარად ყოფნა შენთან ერთად როგორც ადრე. ხო და შენ გვერდით ვარ და რისი გეშინია რა გინდა რა? ლევან ძალიან მიყვარხარ. და ყველაზე მეტად ის არ მინდა რომ ჩემს გამო რამე შარში გაეხვიო. ხო და მე კიდე ყველაზე მეტად ის მინდა რომ მე და შენ ვიყოთ ერთად და დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი.
ძალიან მეშინია. მეშინია. ძალიან მიყვარხარ. მეც. სად დედაჩი? ეგდაც ისანა წავიდან რაღაცების საყიდლად. წამალი უნდა დამიმზადონ. მაგარი კუდიანი ქალია რა. რა წამალი უნდა დაგიმზადო? არ ვიცი, წელზე უნდა წამისვან. როგორ ვივლი არ ვიცი. სანაზე ხო ისმევ რაღაცებს და დადიხარ. ხო და ეხლა წელზეც წაისმევ რა. კარგი რა, გჯერა ეხა შენ მაგის? მაგარია იგა. ერთხელ ბავშვობაში ძაღლმა მიკლინა. მოვიდა ცისანა და იმ ძაღლის ბეწვებით მომარჩინა. ეგ როგორ? ეგ როგორ და დაიჭირა ის ძაღლი გაპუტა და ყოველ დილას თითო ბეწვს მადებდა ხოლმე ჭრილობაზე. ხო და ეგრე მოვჭი რა. შენ კიდე რა ვერ მოეშვი ამ დეპრესიებს ეს? აუქნაში. ერამდენით ბიჭო ჭკუა ვერ ისწავლე ხო? ევასებოდაში ჩემო. და ფილმში ერთად გიღებდნენ ხო თუ რა? აუჯეჯა მაგმანში დავთანხმდით თუ რა მინდოდა უხში. მოვიდა და შენთ როლზე არ დაუთკიცებენ და რაღაცეები და დავთანხმდი. და დათანხმდი. ეს იმენა დებილი ხარ ძმა. ატო ვარ ძმა, დებილი, მევასებოდა თქო რა. კი არა, მეორე შანსი რაღაცა. ბიჭო, გოგო გიყენებდა ვიღაცა ბანძი რეჟისორის საეჭვიანოდ და კიდე მაგაზე როგორ ფიქრობდნენ უგამაგიჟე. კაი გააგზელე მოხე. აროჩე რა მოუყვე რა, იქაც ისე იქცეოდა ნათანის და თუ ჟენიოდი და აროჩე. და მე გაიჩნდა ვიღაცა სხვა ტიპი მოიწონა და დაგას. ბიჭო არ გაჩითო. მაინც აბა დაჟე ესე პროსტა დაგაგდოს ეჭი. აბა ხო გითხარი ძმაო რა ნუ ეკიდები ამ ბანძნაშენს რა. ბიჭო არა ბანძინა. ნუ კაი ბანძია ის ხო არის პეროზო. აროჩე რა. გაი დაიგები. და ეს თორნიკე თქვენთან რა კონჩი არის? ბიჭო ჩვენი კურსელია ხო კაი ტიპია არის რა. კაი ტიპი. ძალიან არ დამევასაც მოაი ძალიან. ჯერ ის რა იყო ბიჭო? ჭორი კანაკალივით რომ მოიქცა ეგ რა საქციელი იყო. და მე პახოდო სალისთან ძალიან მაგრა შეიშო. აი ძალიან. მაგაცინებს. მაგას თაკოევასე მაშიჩო. თაკოევასე რა? მე საიდან მომწოდნობა. Я საიდან მომწოდნოდა რომ ზიხარ და ატრაკებ ერთი საათიაში. ბავშვს ალის ელაპარაკე. რაუმენ. ავი არაფერია, არ ჯერა და როგორ დავაჭერო, არაფერი არ ყოფილა, არ ვიცი. არჩი არ გირიგდე. არა მირიგდება. და რაო ვერ გავიგე ანუ არ ჯერაო და შოვო. რა ნუ არ ჯერა და არ მელაპარაკება, ეს წერვება კიდე ნაწყენია, არ მისმენს ვაფშე, ვერ გავიგე. აი სალია გადაუვლის. გადაუვლის. რა ტეხავს ბიჭო პროსტა იცი რომ აი ჩამოვედი მაგის გამო იგაიფე. ვეჭველი უნდა შემირიგდეს რა. ის ხო გზაა. რა საპირებ ან მოფიქრებული გააქვს რა? ჯაი შანსი არ არის არ წავალ. არც არ წავალ სანამ არ შევიდე. ясно. კაპიტან თათია, მოდით უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ თავად პროექტზე, მოდით გაგვეცანით პროექტის დეტალები. კი ბატონო, რიგით მე-14 მცირე ჰესის მშენებლობა ერთი თვე რაც დავიწყეთ, მიმდინარეობს სამუშაოები თანმიმდევრულად, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად. ასაგებია, როგორც ვიცით, თქვენი კომპანია ამ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობას დიდი ხანია აპირებს. რატომ შეფერხდა ეს პროცესი? დიახ, მართალია, დიდი ხნით ადრე დავგეგმეთ ამ ჰესის მშენებლობა.
თუმცა პროცესი გაჭიანურდა. აი ამის მიზეზი ხომ არ იყო ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი. წინააღმდეგობა არ ყოფილა. წინასწარი მოლაპარაკებით ჩვენ მათ შევთავაზეთ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და სამუშაო. უბრალოდ როგორც ხდება ხოლმე, საცხოვრებელი პირობების და საცხოვრებელი ადგილის დატოვება ცოტათი გაიწელა. თუმცა როგორც თქვენი ოპონენტები და კონკურენტი კომპანიები ამბობენ, რეალურად ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო ადგილობრივ მოსახლეობაში. ისინი წინააღმდეგებოდნენ ამ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობას. კონკურენტებს რამე სხვანაირად რომ ეთქვათ ძალიან გამიკვირდებოდა. წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ არ ყოფილა, უბრალოდ როდესაც შენი საცხოვრებელი ადგილის დატოვებას ეხება საქმე, რასაკვირველია ჩდება პროტესტი და კითხვა თუ რატომ, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებს აუხსენით თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ჰესის მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის და ასე რომ წინააღმდეგობა აღარ ყოფილა. გასაგებია და არსებობს ასევე გარკვეული მოსაზრება, რომ ამ ტერიტორიაზე ჰესის აშენება არის გარემოსათვის დიდი ზიანის შემცველი და დიდი საფრთხის შემცველი. ამაზე როგორც სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, გარკვეული გეოლოგიური დასკვნებიც არსებობს. რას გვეტყვით ამაზე? ამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გეოლოგიური დასკვნა, რასაკვირველია დადებითი და გარემოს დაცვის სამინისტროსგანაც გვაქვს ნებართვა, ასე რომ ტყუილია ეს ყველაფერი. გასაგებია, ქალბატონ თათია, თქვენ აცხადებთ, რომ ჰესის მშენებლობა არის სრულიად უსაფრთხო გარემოსათვის და ეს არის ქვეყნისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ქვეყნის ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ის, რომ ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდება ამ ჰესის მშენებლობით, ახალი ჰესის მშენებლობით. ენერგეტიკის სამინისტრომაც გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ახალი ჰესის მშენებლობით შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გაყიდვაც კი მოხდეს. გასაგებია და ბოლოს უნდა გკითხოთ, როდის დასრულდება ეს პროექტი და რამდენი ადამიანი დასაქმდება. პროექტში დასაქმებულია 500-მდე ადამიანი. დასრულების შემდეგ, პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები მოსახლეობისათვის. ჰესის მშენებლობა დასრულდება 2016 წელს. უკვე გაზაფხულზე ჩვენ შევძლებთ, რომ გავხსნათ ახალი ჰესი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ პასუხობდით მაესტროს შეკითხვებს. მე კი დაგემშვიდობებით ორ შაბათამდე ნახვამდის. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა პასუხობდით მაესტროს შეკითხვებს. კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ნახვამდის. გამარჯობა ბატონო რამაზ. თათია გილოცავ. შესანიშნავი ეთერი იყო. ძალიან დიდი მადლობა. იმედია დიდხანს ვითანამშრომლებთ. მეც ამის იმედი მაქვს. აბა წარმატებები. კარგად. ნახვამდის. ბიჭო. რაღაც მინდა გხოვო რა. ხო რა. ფული მჭირდება მაგრად და შეგიძლია რომ ასეს ხო? რა ფული მჭირდება? 1000 ლარი რა. იკასავით ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მაგრად მომწონს. გამარჯობა. აი უკვე შენი საქმე აღარ არის რუსთან. შენი საქმე აღარ არის. ხო არა, შენი საქმე მე ვისთან ერთად გავივი. ხო, მაგიტო გზდიდი და ყველაფერს გიკეთებდი, რომ მე ვიღაც მიმტანი მოგეყვანა სახლში.